რატი მუჯირი დროების ჟურნალისტი მიმოხილველი ძალიან საქმიანი რეპორტაჟი ამას არ ქვია, მაგრამ მიმოხილვით და უკავშირდება არა მარტო გასული წლის საქართველოს უახლესი ისტორიისათვის ასევე უპრეცედენტო მოვლენას საქართველოს სანქცირებულია მისი საქართველოს ხელისუფლება, მართველი პოლიტიკური ელიტა, შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალ ჩინოსნები და არა მარტო ისინი, პროპაგანდისტული საშუალებების მფლობელების და ასე შემდეგ, ანუ მართველი ელიტა თავი რომ მოუყაროთ ყველას ერთად, სანქცირებულია საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების მიერ, მათ შორის მსოფლიოს ყველაზე ძლიერი სახელმწიფოს ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან. რა ტიპის სანქციები არის ესეთი, როგორ ვითარდებოდა და რა შანსები აქვს საერთოდ აი ამ მართველ ელიტას გადაურჩეს იმ სუსხავ ეფექტს, რომელიც აუცილებლად მოყვება ამ სანქციების კიდევ უფრო მეტად გაღრმავებას და განვითარებას. ზუსტად ვიცით ჩვენ რა განწყობით შევხვდებით ახალ წელს ვინც რუსთაველზე ვიქნებით, მაგრამ აი ამ სანქციების შემხედვარე რა ახასიათზე იქნებიან ქართული ოცნების ელიტა და პირადად ივანიშვილი რთული სათქმელია, მით უმეტეს რომ ამერიკის ხაზინის, იგივე ფინანსთა სამინისტროს სანქციები რამდენად დამანგრეველი და რამდენად მტკივნეულია. ამაზე ბევრი ისაუბრეს უკვე მომავალში სპერს განავრცობენ, თუმცა ყველაზე სამარცხვინო რაც არის ჩემი აზრით, ეს არის ჩანაწერი ამ ბრძანებაში რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ და დემოკრატიისთვის ძირის გამოთხისთვის. აი ეს არის რისთვისაც ივანიშვილი დაასანქცირეს ოფიციალურად და 21 საუკუნეში, ციფრულ საუკუნეში ამ ყველაფრის შემდეგ რა სახელით დარჩება ისტორიას ივანიშვილი, რომელიც ასე ცდილობდა რომ მეცენატად დარჩენილიყო, მე მგონი უკვე კითხვის ნიშნებს აღარ იწევს. ეს არის ის მუხლი სანქციების, რომელთაც ასანქცირებენ რუსეთის ჯაშუშებს, ასევე სხვა ქვეყნის მოქალაქეებს, ვინც რუსეთის სასარგებლოდ საქმიანობენ და ასე ვთქვათ, პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ივანიშვილი მხილებულია რუსეთის სასარგებლო საქმიანობისთვის. თუმცა, აი, რადგან ივანიშვილმა ყაველაშვილი წარმოიდგინა საქართველოს პრეზიდენტად, ყაველაშვილისთვისაც რომ გასაგები იყოს, მისთვის გასაგები ენაზე ვიტყვი, ეს არის სანქციები, რომელსაც შეიძლება უწოდოთ ყვითელი ბარათი. რადგან ეს არის მაგნიცკის სია. აი, მაგნიცკის სია უკვე იქნება წითელი ბარათი. ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ თუ კი ბიძინა ივანიშვილი ჭკვიანად მოიქცევა და შეისმეს ქართული ხალხის ხმას, რაც გულისხმობს რეჟიმის ტყვეების გათავისუფლებას და ახალი არჩევნების დანიშვნას საერთაშორისო ლეგიტიმაციის მქონე საარჩევნო ადმინისტრაციით, მას ამ წითელ ბარათს აღარ აჩვენებენ, ის მაგნიცკის სიაში აღარ აღმოჩნდება. თუ არა და დიდი ალბათობით ასეც იქნება. აი, თვითონ ივანიშვილი როგორ შეხვდა დღეს ჩვენ მის სახეზე შეგვიძლია წაგვეკითხა ეს ყველაფერი, მაგრამ მაინც მისმა მოლაპარაკებებმა გაახმოვანეს ყოველ შემთხვევაში, რაც უნდათ რომ ჩვენთვის მესიჯად გადმოეცათ და მოით ახლა მოусმინოთ მის მოლაპარაკებებს, როგორ უყურებს ივანიშვილი ამ სანქციებს, რაც ახლა დაუწესეს. ივანიშვილთან და მისი პოზიციაც არის ზუსტად იგივე. არაფერი განსაკუთრებული 3 წელი იმის გამო, რომ ბიძინა ივანიშვილი ემსახურებოდა ამ ქვეყნის ინტერესებს, ის იყო დე-ფაქტო სანქციების ქვეშ, ახლა უკვე ამოქმედეს ეს ფორმალური სანქცია, არაფერი განსაკუთრებული, ეს არის რეალურად ჯილდო. ეს არის ადმინისტრაცია, რომელმაც არჩევნები წააგო, მათი მანდატი იწურება და ამის მიუხედავად ამერიკელი ხალხის სახელით ურთიერთობას აფუჭებენ მნიშვნელოვან პარტნიორთან, როგორც არის საქართველო. და ეს, რა თქმა უნდა, ძალიან დამაფიქრებელია. პროპაგანდაში რო აიხლართნენ და დაბნეულები რო არიან, ეს ორი ინტერვიუ საკმარისია. ერთი ამბობს, რომ არაფერი რაც იყო ისევ გრძელდება, მეორე ამბობს, რომ შემაშფოთებელია, თუმცა ვიღაცა აუცილებლად იტყუება. ეს ვიღაცა ან ეს ორი ბატონია, ან თავად ივანიშვილი, იმიტომ რომ ჩვენ გავიხსენოთ არჩევნების წინა პერიოდი, როდესაც ივანიშვილმა მის პროპაგანდას მიცა ინტერვიუ და თქვა, რომ სინგაპურში სასამართლო მოვიგე, ყველაფერი დაალაგებულია, ჩემ ფულზე ცნობა მაქვს და ისე კარგად არის ყველაფერი, რომ ელჩსაც ველაპარაკე, ამერიკის ელჩი იგულისხმება, არჩევნების მერე შევხვდებით ერთმანეთს. მნიშვნელოვანი იყო ამ შემთხვევაში, რომ აი სტრატეგიული ბუნდოვანების ეფექტის გაგრძელება მომხდარიყო განსაკუთრებით წინა საარჩევნო დღეებში. ზოგადადაც, რაზეც ძალიან ეფექტურად კაპიტალისტა ივანიშვილი თავისი რუსული რეჟიმის წლების განმავლობაში გამოწვეულია სწორედ ამ სტრატეგიული ბუნდოვანების შენარჩუნების დასავლეთთან. რაშიც დასავლეთის წვლილიც საკმაოდ დიდი იყო, მაგრამ ახლა უკვე ამის გაკეთება შეუძლებელი ხდება და სასანქციო პოლიტიკა ამ მიმართულებით არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო შესამჩნევი შედეგის თვალსაზრისით. და მოდი ახლა მაყურებელს გავახსენოთ ეს ინტერვიუ თავად ბიძინა ივანიშვილის პირისგან, რომ ვიღაცამ არ დაგვაბრალოსო ჩვენ უგონებთ რაღაცას.
მე განუმარტავდი რომ ჩემთან შეხვედრას არავითარი აზრი არ ექნება, კონტრპროდუქტიული იქნება, რამე თუ ვერცეთ გადაწყვეტილებას მე ვერ მივიღებ მონაწილეობას. როდესაც სინგაპურში სასამართლო მოვიგეთ და თქვა ამის ასრულებას ხელი ვეღარ შეუშალა Credit Suisse-მან და ეს დასრულდა, მე მყისიერად წინაკვირაში უკვე დავღურიკე ამერიკის ელს ჰქონდა კომუნიკაცია და ვთხოვე შეხვედრა. და ვთქვი რომ ის მიზეზები რაც იყო რეალურად თავისით გადაწყდა, შესაბამისად ჩემგან პრობლემა აღარ არის და მე მზად ვარ შესახვედრად. იქედანაც რეაქცია იყო ძალიან ჯანმრთელი, ძალიან ჯანსაღი, რომ იქედანაც სურვილი არსებობს ამის და ჩვენ არჩევნების შემდგომ ვაპირებთ შეხვედრას. ეს ელც შეხვდა და დაურეკა კი არა, კიდევ უფრო მეტად დასანქცირდა და კიდევ უფრო მეტად კეთროვანი გახდა. თანამედროვე ცივილიზაციისთვის, თუმცა უნდა ითქვას, რომ ივანიშვილს დიდი ხნის განმავლობაში აფრთხილებდნენ, რომ გაყალმებული არჩევნების გამო, დემოკრატიის უკუსვლის გამო, იმ კრიმინალის გამო, რომელიც ქვეყანაში იყო, პოლიტიკური დევნის გამო მას დაასანქცირებდნენ. ამას გამუდმებით უმეორებდნენ. ჩვენ ისიც კი გვახსოვს, რომ კარგად ცნობილი მოულსონმა ისიც თქვა, რომ ამადგონია ვიტყუებითო. და ეს ყველაფერი გამომდინარეობდა იქიდან, რომ ივანიშვილი ამ სპირალში შედიოდა. და როდესაც დასავლეთიდან ჩვენ ეს გაფრთხილებები გვესმოდა, რომ აი ამ არჩევნების გაყალბებისთვის და ყველაფრისთვის დაისჭებოდნენ, პროპაგანდა ჩვენ გვეუბნებოდა, რომ ამერიკული სანქციები არ არსებობს. და თუ კი ვინმეს ეს არ ახსოვს, აი ახლა ჩვენ გავახსენებთ, რას ამბობდა მაშინ ივანიშვილის მოლაპარაკე თავები. საერთოდ პრობლემას ვერ ხედავ, არც იმას ველოდები, რომ ვინმე იქნება დასანქცირებული. ამერიკული სანქციები არ არსებობს. არ არსებობს ამერიკული სანქციები. მე ნამდვილად არ ველოდები არანაირ სანქციას, იმიტომ რომ შეუძლებელია. ქართული ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას ვერ დაშლის ვერავინ. ყოველგვარი საუბარი სანქციებზე არის არასერიოზული. ამ ყველაფერს ამბობდნენ იმ ფონზე, მათ შორის არა მხოლოდ გაფრთხილების და საუბრის, არამედ იმ ფონზე, როდესაც მოქმედება დაწყებული ჰქონდა უკვე დასავლეთს და ეს მოქმედება მათ შორის გამოიხატა პირველად სასამართლო კლანის დასანქცირებისას და ეს იყო რუსული კანონის პირველად ინიციირების დროს, როდესაც ერთ-ერთი პირველი გამაფრთხილებელი ნიშანი იყო, რომ არ ხუმრობთ, ეს არ არის მხოლოდ რიტორიკა, ჩვენ ვიმოქმედებთ და მაშინ პირველად დაასანქცირა კლანი, კლანის რუსიძე და მისი ძმანი მისნი დანაშაულში მეგობრები, ასე ვთქვათ, და ეს სანქციაც ასე ვთქვათ გაატარა ქართულმა ოცნებამ, ესე წირა KP-სა და ლექსების ვრალიგაციის ლექსების დონეზე გადააგორა ასე ვთქვით. ეს არ იკმარა შეერთებულმა შტატებმა და აჩვენა, რომ ისინი ძალიან სერიოზულად არიან და შემდეგ იყო ფარცხალაძე, ბატონი ფარცხალაძე, რომელსაც ჩაუწერეს, რომ ის FSB-ს მაშინ ჯერ კიდევ ფარცხალაძე, რომელიც ახლა უკვე რომანოვი იყო, რომანოვი. კი ბატონო. და ჩვენ გვახსოვს, რომ ფარცხალაძის სასარგებლოდ რაღაცა მთელი მაქინაციები ჩატარდა, იქ კანონი შეცვალეს, ეროვნული ბანკი კინაღამ შარში გახვიეს, მთელი საბანკო სისტემა. ამაზეც თითქოს ესე უშველეს ამ ფარცხალაძეს და შემდეგ იყო უკვე სულ ახლახანს შინაგან საქმეთა სამინისტრო გომელაური, ჭელიძე, ხარება და კიდევ ბევრი სხვა 11 ადამიანი, რომელიც დასანქცირდა ამერიკის მხრიდან და ისინი მაგნიტსკის სიაში მოხვდნენ, რაც ძალიან ძიმე სანქცია არის რეალურად და ამ ყველაფერს გადავალოთ თვალით, ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ რაიმე მოულოდნელი მოხდა მართლაც, როგორც ვთქვათ, კობახიძეს ამაშელება დავეთანხმოთ, რომ მოულოდნელი არაფერი მომხდარა, მაგრამ ფაქტი არის, რომ აი ესე ნაბიჯ მოვედით იქამდე, რომ ივანიშვილი დაასანქცირეს. და ივანიშვილის შესაძლოა მათ შორის იმიტომაც დაასანქცირეს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნების სანქციას აი ასეთი რეაქცია მოყვა და თუ როგორი ახლა კობახიძისგან მოვისმინოთ. გადაწყვეტილება ინაუგურაციის შემდეგ ღირსების ორდენზე წარმოადგენდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი თანამდებობის პირები. ესენი გახლავთ 11 თანამდებობის პირზეა საუბარი, ბატონი ვახტანგ გომელაური, შინაგან საქმეთა მინისტრი, საქართველოს ვიცე-პრემიერი, ბატონი შალვა ბედოიძე, ბატონი ალექსანდრე დარახველიძე, ბატონი იოსებ ჭრელიძე, ასევე მინისტრის მოადგილე, თეიმურაზ კუბატაძე, ბატონი ვაჟა სირაძე, ბატონი სულხან თამაზაშვილი, ბატონი ზვიად ხარაზიშვილი, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი, ბატონი მილერი ლაგაზაური და ბატონი მირზა გეზევაძე, ამავე დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე. ფინანსურ სანქციებს რაც შეეხება, თუ კი რომელიმე მოხელეს წარმოიქმნება რაიმე ფინანსური დანაკლისი ამ სანქციებიდან, სახელმწიფო, ქართული სახელმწიფო სრულად უზრუნველყოფს ამ დანაკლისის კომპენსირებას. აი ამ ბოლო წინადადება ამ შეაფიქრიანა
ხოცები, ასე ვთქვა, ჩვენ სოციალურ ქსელში შევხვდა კიდევაც რაღაც სკრინები, რომ ადამიანები წუხდნენ, რომ ეხა ივანიშვილსაც ჩვენმა ბიუჯეტმა თუ უნდა გადაუხადოს, ჩვენ რაღაც დაგვრჩება. არც თუ ისე უსაფუძვლო შეშფოთება იყო, იმიტომ რომ ხარაზიშვილი ან სხვები იმსახურებენ ამას, ივანიშვილმა რაღაც დააშავა, ეხა იმასაც გვჭირდება კომპენსაცია. და ამ ყველაფერს გაგრძელება იქნება ისე ვილსონს დავესესხოთ, იმიტომ რომ მან გუშინ X-ზე, პლატფორმა X-ზე დაწერა, რომ მომავალი კვირა იქნება ღამის კოშმარი ქართული ოცნებისთვის და ვილსონი რო არ ხომრობს ხოლმე და თქვა რომ არ წერს X-ზე პოსტებს, ეს გასაგებია, უნდა ითქვას, რომ ვილსონი არ არის უბრალოდ დემოკრატი, ბოდიში რესპუბლიკელი, ის ტრამპთან ძალიან დაახლოებული ადამიანია, თვითონ თაგები მის ტვიტებში, ასე ვთქვათ, რაც არის დონალდ ტრამპის, ეს რა თქმა უნდა, მისი თვით ინიციატივა არ არის. შესაბამისად, უნდა გვესმოდეს, რომ ეს სანქციები იქნება ძალიან მძიმე. და სანქციები რომ მართლა ძალიან მძიმე იქნება, ამაზე მეტყველებს ორი მთავარი პროპაგანდისტის ერთგვარი კამათი, ასე ვთქვათ, მაღლაფერიძეს და რუხაძეს გულისხმობ. ეს ყველაფერი საგულისხმო, რომ ბიზნეს სანქციამდე ჩანაწერი არის, თუმცა ეხლა გახდა აქტუალური და კიდევ ერთხელ მოვისმინოთ იმედის მეპატრონის პოზიცია როგორი არის რეალურ ამ შემთხვევაში ის არა მარტო იმედის, არამედ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფინანსო ინსტიტუტის, ხო, ანუ ლიბერტი ბანკის ძირითადი, ასე ვთქვათ, მეპატრონეც არის, ამიტომაც მისი კომპეტენციის ხარისხი ბატონი ვასილის ამ მიმართულებით კომპეტენციასთან მიმართებაში აშკარად ანგარიშგასაწევია თვით ყველაზე ქოცური მაყურებლისთვისაც, ამიტომ მოდი ვაჩვენოთ. ნახე, აი 6 თვის წინ მაგალითად სიტყვა სანქცია იქნებოდა დედა და ხალხი გაინტერესებდა. ნახე რა მოხდა, დაასანქცირეს ხო ვიღაცები. ეხლა უკვე ეგეთ სიტუაცია და ეხლა და არა პერფექტ საშია. არ არის ეგ არის მაგას სუვიძა. ეგ არის სწორი მიდგომა. სანქცია ძალიან საშიარო, ჩვენ არ დაუსანქციებიათ. დაასანქციეს ერთი თუ ორი ადამიანი ფინანსურად და გადავაგორეთ. ძალიან საშიარო ფინანსური სანქციები და თუ არ გძებთ საშია, შეხედეთ რა მოვიდათ რუსებს, რა მოვიდათ იმ ხალხს, ვინც რეალურად დაასანქციეს. ჩვენთან ლაითად აკეთებენ ამ ყველაფერს, ჯერ ეს რაღაცა ვიზა ვეძიაგე ვიზა ვერ შევხედავ, იმიტომ რომ რუსების სხვა მდგომარეობაში ნუ ახლა გაქვია, ვინც დაასანქციეს უამრავი ხალხი ძალიან გაუჭირდათ ეხლა მაგოერო და ძალიან თული რაღაცა არის. თული როა მაგას ანუ შენ საბანკო ანგარიში არ გექნება. ესეც საქართველოში არის, რაღაცა ნათია თურნავას ველაპარაკებია და უთხარი და მე ყველას მოუყევი თქო ირაკლი ხაძე მოვიდა და თქვა რომ თუ დაგასანქციეს დაგიხურავ საბანკო ანგარიშს. იმიტომ კი დაუხურავ რომ არ მინდა, იმიტომ დაუხურავ რომ ბანკი აღარ იქნება, ლიბერტი ბანკი, როგორც კი დასანქციოს მომსახურებ. ვიზა და მასტერკარდთან მიწერია რომ არ უნდა მომსახურო, ყველა საკორესპონდენტოსთან მიწერია კონტრაქტში რომ უნდა მომსახურო და უცებო დაიწყონ მასობრივი დასანქციები, აქ სხვა პრობლემა გაჩნდება. საბანკო სისტემა დაუპირისპირდება ქვეყანას. ეს ძალიან ცუდი იქნება. ისე შეიძლება კაიგავად ეხა შედეხლა ამ პრაქტიკულად ახლა მე გეტყვი. მე პრაქტიკულად მეც გეტყვი ხა, ირაცო. შენ არ მოხდარა ჯერ. არა. შენ რაც ამბობ რაც არ მოხდარა. არ მოხდარ კი რა. აბა შეხედე რუსეთში. უარესი მოხდარა. რა მოხდარა? საბანკო სისტემა გადაიწყო. მე გეუბნები რომ შეცდომა რა იქნება თქვით, ეს ნიშნავს რომ რეალურად იქნება ომის გამოცხადებაზე უფრო მეტი ქვეყნის მიმართ. და ეხლა გეტყვი ჩვენ ესე კი არ ვქნიათ, კაცო ხიძე დაუხატი დაუდია და ხალხი დაუხოცია და ხას მეუბნები რომ ეხლა მეუბნები რომ ამას გააკეთე, ხაში შეხედე ცუდია. შეხედე ამერიკა როგორ თქვა? არა, ამას თუ გააკეთებს, ახლა მოდი ვითხრა. ამერიკა და ევროპა თუ ამას გააკეთებენ, რომ პატარა ქვეყანას, რომელიც ამ გეოპოლიტიკურ ვითარებაშია, ამ უბედურებაშია. არა, სხვა ქვეყნებს შეხედე, აქვე ვენესუელა. თვითონ ვენესუელას კერგდები, აგერ ვილა, კაცო, აგერ გელაპარაკები, რომ ამერიკა შეხედე. კაცო, როგორ მომისვინე, ყველას აქვს თავისი ზურგი. ყველას აქვს და მათ შორის ბელორუსიას, ახლა თუ ესეა და საქართველოს ვიბარ თუ ამას გააკეთებენ თქო მეგონია რასო ეს იქნება საქართველოსთვის შეიძლება რაღაცა ომის გამოცხადებაზე უფრო მძიმე და იქნება გაჭყლეტი ცდელობა. რასო გააკეთებენ? და რასაც შედა გლობალური სანქციების დაწესება ქვეყანაზე რა ვქოს. ქვეყანაზე ავიძახი კაცო აქვეა ქართული ოცნების 50 რაღაც მთავარ ადამიანზე რომ დაუწესონ სანქციები, რეალური სანქციები, იქნება პრობლემა ქვეყნისთვის. ხო და ეს ომის გამოცხადება რა გაუკეთებია ეს რაღაცები თქო ამას ვამბობ უბრალოდ. კაცო და არ იქნება რაღაცა ამაზე მომზად უნდა მზად უნდა ვიყოთო კი ამბობენ და კი კვირდებია რომ ამ ყველაფერს მიუხედავად 20-ში ტრამპი მოვა და დავალაგებთო, მაგრამ ტრამპთან რასთან როგორ დაალაგებენ ცოტა უცნაურია, მით უმეტეს იმ ფონზე, როცა ჩვენ გვყავს de facto პრემიერი, რომელიც დადის თეირანში და ზისოთ ახ სადაც ყვირიან სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ისრაელს და ძალიან გაუჭირდება ტრამპთან დაალაგება. მით უმეტეს რომ უკვე ჩვენ ხედავთ
შერბილებულ რიტორიკას მოლოდინებთან დაკავშირებით. თავიდან იყო რომ ინაუგურაციის მერე ყველაფერი იქნება, ჯერ იყო ტრამპი მოიგებს და ეგრევე ყველაფერი კარგად იქნება, მერე იყო რომ არა, ინაუგურაციის მერე იქნება კარგად და ეხლა უკვე არის რომ აი თუ deep state დაამარცხებს თუ ობით განზომილებაში გადავიდნენ და მოდი ეს ტრანსფორმაციაც გავიხსენოთ, ასე ვთქვათ, როგორი იყო ქართული ოცნების მოლაპარაკე თავების. ჩვენ მხრიდან იყო კომუნიკაცია, იყო არაპირდაპირი კომუნიკაცია და ჩვენ ველოდებით პირდაპირ კომუნიკაციას. ეს არის რაც შემიძლია გითხრათ. ჩვენთვის მთავარია ტრამპის ადმინისტრაცია. ეს არის მთავარი. დანარჩენი ყველაფერი არის მეორე ხარისხოვანი, როგორც იტყვის ტრამპი იქნება ისე. მანამდე სხვა ვიღაც ამბობდა რაღაცას და იმას მიყვებოდა ჰელსინკის კომისია, რასაც იტყვის ტრამპი იქნება ისე. ამიტომ ჩვენთვის მთავარია დონალდ ტრამპთან ურთიერთობა. ეგერ არის ტრამპის ხვალ შორის მინდა მიულოცო ბატონ ტრამპს და ჩვენ კიდევ ერთხელ ამით აი ამ ფსევდოლიბერალებს, ფაშისტებს ამით ხაზი გადაესვათ. კიდევ ერთხელ არ დამერეკინოთ ტრამპთან. არ დამერეკინოთ ტრამპს. არც უიმედოდ უნდა ვიყოთ და არ ზედმეტი იმედები უნდა დავამყაროთ 20 იანვრის შემდეგ პერიოდზე და რატო? ტრამპის ორი მთავარი დაპირება გახსოვთ, ხო? სუბიექტურად ყველასთვის გასაგებენაზე რომ ვთქვათ, ორივე დაპირები შინაარსი საქართველოს აწყობს. ჩვენ გვაწყობს. ერთი ომის დამთავრება, სადაც ბუნებრივად ქრება საქართველოს მეორე ფრონტად ქცევის ინტერესი და მეორე deep state-ის დამარცხება. დამოკიდებული იქნება ჩვენი ქვეყნის პოზიციონირება 20 იანვრის შემდეგ იმ მოვლენებზე თუ რამდენად შეძლებს ბატონი დონალდ ტრამპი თავისი დაპირებების შესრულებას. ჩვენ უნდა დავიცვათ პირველ რიგში ჩვენი ქვეყნის ინტერესი. ჩვენ რატო დაგვიჭირა ხალხმა მხარი? იმიტომ რომ გავატაროთ ჩვენი ქვეყნის ინტერესი. ტრამპი აირჩია ამერიკის მოსახლეობის უმრავლესობა და ის რა თქმა უნდა გაატარებს ამერიკის ინტერესს. ისევე როგორც ჩვენ უნდა გავატაროთ ჩვენი ქვეყნის ინტერესი. ჩვენ გასაკეთებელს აქ ვერც ტრამპი ვერ გააკეთებს და დროების ინფორმაციით ივანიშვილი ცდილობდა ტრამპთან დაალაგებას, ასე ვთქვათ, თავისი წარმომადგენლის გაგზავნით იმ მიწვევაზე, სადაც ცოტა ხნის წინ პატა ბურჟლაძე იმყოფებოდა, გვახსოვს ჩვენ სურათი მასკთან და ტრამპის რეზიდენციაში ფლორიდაში და ცდილობდა სწორედ აი ესე გასულიყო ტრამპთან და ცდილობდა დროების ინფორმაციით იმ ქართველი ბიზნესმენების დახმარებით, მოდი დავაზუსტოთ, არა იმდენ ქართველი ბიზნესმენების, არამედ წარმოშობით საქართველოს დან მსხვილი ბიზნესმენების მეშვეობით ნუ დავაზუსტებთ მათ ეროვნულ კუთვნილებას რომლებიც საგულისხმო ფაქტია რომ ტრამპის ოჯახთან დაახლოებული არის და ეს ხალხი ვიზეც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ დახმარებია ივანიშვილს დასავლეთთან კომუნიკაციაში ქართული ინტერესი საქართველოს ინტერესებიდან გავნიერეთ თუმცა წითელი ხაზი იყო სწორედ აი ეს თეირანში ვიზიტი და წითელი ხაზი იყო როდესაც ამერიკა პრაქტიკულად ტრად გამოაცხადეს და იქ მაღლაფერიძე ეძახდა ყველას თავის ხომ გიხავს ომს გამოგვიცხადებოდა ომი გამოუცხადეს იქით შეერთებულ შტატებს თავისუფლად ჩვენი ზურგი ახლა კიდე ისინი რომ რბილად ნაბიჯ ქართულ ენაზე ამერიკის საელჩოს გვერდზე თითო წინადადები დამარცვლით რომ გიმარცვლიან და გეუბნებიან რომ ესესია და ნუ კაი ბოლოს დაწეროს რომ გასაგებია ყველაფერი ესე იგი ხო და ასე იგი ვიღაცისთვის რატომღაც მოულოდნელია თურმე რომ სანქციების ენაზე საუბარი გაქვს და სანქციებამდე როგორ მოვედი ჩვენ ამაზე ვილაპარაკეთ თუმცა კიდევ ერთი ძალიან შეიძლება ვიღაცას აღარც ახსოვდეს 2016 წლის ვიდეო მინდა შემოგთავაზოთ სადაც პირველად კითხეს ჩვენმა კოლეგებმა ტაბულიდან ივანიშვილის სანქციებზე და სასაცილოდ არ იყო და ბოლოში კიდევ ერთი საინტერესო მამუკა მდინარაძის რეპლიკა იქნება და შევთავაზოთ ახლა მაყურებელს. ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა მიიღო მაგნიტსკის გლობალური აქტი, რომელიც უფლებას აძლევს ამერიკის პრეზიდენტს სანქცია დააკისროს ადამიანის უფლებების დამრღვევებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ეს სანქციები კონკრეტულად მოიცავს ფინანსური ანგარიშების გაყინვას, ქონების დაყადაღებას და სავიზო შეზღუდვებს. და ბოლოს დროს უნდა გავიხსენო აუცილებლად კონგრესმენმა ერთ-ერთმა სტიურასმელმა მოუწოდა კიდეც ასეთი მოწოდებით გამოვიდა რომ თქვენ უნდა როგორ ოცნებობთ, როგორ ვერ არაფერს არ ოცნებობთ, რასაც ამბობს დასავლეთი იმას გეუბნებით. კონგრესს დავასრულებ თუ შეიძლება. ის რაც გააკეთა მან და იმათაც დავასრულებ. თქვენ ყოველთვის ამბობთ რომ დავასრულებო და მეც დავასრულებ. თქვენ ახლა წარმოთქვათ პრინციპში პოზიციას აფიქსირებთ, იმდენი ჩამოყევით ეგ კითხვას. არა, უბრალოდ დააპატიმრებენ თუ არა ჩემს ანგარიშებს, ესაა კითხვა? დავასრულებ.
და ეს კონგრესმა მოუწოდა კიდეც ასეთი მოწოდებით გამოვიდა, რომ თქვენ აუცილებლად უნდა გაგიყინონ ფინანსური აქტივები. მოკლედ მე მაინტერესებს თქვენ ხომ არიგდებთ თავს საფრთხეში, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ გეტყვით ეს სანქციები ითვალისწინებს ფინანსური ანგარიშების გაყინვას, რაც თქვენთვის მგონია რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე ქონების დაყადაღებას და სავიზო შეზღუდვებს. თავს ხომ არიგდებთ საფრთხეში. ხო არ გავჩერდე. თქვენთან ვარ სანქციის არ გვეშინია. ეგრე უნდა გავაკეთოთ. კრიტიკულ მედიას რომ არ უსმენს, კრიტიკულ აზროვნებაზე უარს რო ამბობს და იმ დინარაძეს და მის ნაირებს რო უსმენს, ასე სიმღერით, იმიტომ მივიდა ეს ქველმოქმედი კაცი დასანქცირებულ ოლიგარ კუბამდე. ძალიან არ მინდოდა რომ ესე იგი ამ წელს ჩვენი ბოლო გასაუბრება განსხვავებული წინააღმდეგობრივი აზრის გამოხატვით დამესრულებინა, მაგრამ არ გეთანხმები მაგაში. დინარაძეს კი არ უსმენს. დინარაძე ერთ-ერთი იმათ შორის, რომელიც ყველაზე უკეთესად ატყობს ხოლმე რა ტონალობაში რა შინაარსის წამღერება ესიამოვნება პატრონს. ამაში ეს ჩემფული და ამიტომაც არის იმ ადგილზე. ივანიშვილს უნდოდა რომ ეს ასე ყოფილიყო. პრობლემა ის არის რომ ახლა ის ეჯახება ძალიან მწარე რეალობას. საიდან როგორ გამოსავალს იპოვის, ეს არ არის ჩვენი საზრუნავი, პრობლემა ის არის რომ ქვეყანა დიდწილად ზარალდება ამასთან ერთად. რატი მუჯირი დროის მიუნხილველი და ჟურნალისტი